ქვეყანაში გრიპისა და ვირუსული ინფექციების აფეთქების პერიოდია. იგეგმება თუ არა ვირუსების გამო საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების გამოცხადება. რა მდგომარეობაა ამ კუთხით მარნეულის საბავშვო ბაღებში? საკითხზე ჩვენ ბაგა ბაღების გაერთიანებაში გვითხრეს, რომ მარნეულის საბავშვო ბაღებში სიტუაცია ამ ეტაპზე რთულად არ არის. ქალაქ მარნეულის ნომერ 1 საბავშვო ბაღის ექთანი მზია შუბითიძე განმარტავს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში ამ ეტაპისთვის აღსაზრდელების დაახლოებით 60% ცხადდება და ეს რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ყოველდღიურად დილის საათებში აღსაზრდელების შემოწმება ხდება. შემოწმება ყოველდილით ჩვენს ბავშვების მიღების დროს ხდება პირადად ყველას თუ ვასწრებთ ჩემს მიერ თუ არა და ყველა მასწავლებელი თავიანთ ჯგუფში გაფრთხილებული ყავს ყველა აღზრდელი რომ ბავშვები შეამოწმოს თუ აქვთ ან ცხვირიდან სისველე არის შემთხვევები როცა ბავშვები მოყვანისთანავე ხველება აქვთ თვალებიდან ცრემლის დით ეტყობათ ბავშვს რომ რაღაც ჭირს ამ ბავშვს და ვაბრუნებთ უკან თუ მოხდა ისე რომ ვერ შევნიშნეთ და შემდეგში ნახეთ ურეკავთ მშობელს აუცილებლად ის ბავშვი გამომყავს ჩემს ოთახში ცალკე გამოვარიდებს სხვა ბავშვებს და იმის შემდეგ მშობელი მოდის და მიყვავს ბავშვის სახლში. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური დეზინფექცია, ვატარებთ სეპტოკვათის საშუალებით, ხსნარი გვაქვს სპეციალური, რითიც მუშავდება სათამაშოები, კარების სახელურები, ყველაფერი, რასაც ბავშვის ხელს კიდებს, ზედი დეზინფექციას ვაკეთებთ. ასევე ხდება თანამშრომლების შემოწმება, კერძოდ სამზარეულოს თანამშრომლების პერსონალის შემოწმებას მე ვაკონტროლებ, თუ ვინმეა ისეთი წინასწარ ვერ ხვდება ამას და მე გამოვლინდება ეს ან ვირუსი ან ნებისმიერი რაც აწუხებს მას შემდეგ უფროსის ნებართვით ვათავისუფლებთ და ისე თანამშრომლები, აღზრდელები, ძიძები, მათი დამხმარები წინასწარ გვატყობინებენ და რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვების 300 ბავშვი გვყავს სით და 60% ბავშვების დადის ბაღში. და ეხლა რაც დავიწყეთ უკვე განვაახლეთ ახალი წლის შემდეგ ბავშვების ყავდა ცოტა რაოდენობა მაგრამ დღეთი დღე იმატებს ბავშვები თუ რომელიმე ვირუსი აქვს მშობლები რეკავენ წინასწარ და არ დადიან ისენი და ისე რომ აი რაღაცა ვირუსი გავრცელდა პანდემია რაღაცა ეგეთი ჯერჯერობით მაგისი არც საშიშროება გვაქვს არც არაფერი. თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიაროს ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორს და ექიმს რუსუდან უშვერიძეს. მისი თქმით, გრიპისა და ვირუსებისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, ხელების ხშირად დამუშავება და ვაქცინაცია. რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი და ისახიფათო ნიშნები, რასაც უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება. დაავადების მსვლელობის დროს. ეს არის ბანალური ვირუსული ინფექცია, გრიპი, რომელიც გართულების გარეშე მიმდინარეობს. არ არის ისეთი დაავადება, რომელიც მოითხოვს სტაციონარში მიმართვას და ზედმეტიც კი არის სტაციონარში მიმართვა ამ დროს, იმიტომ რომ ისედაც გადატვირთულია ეს სექტორი და ისეთი შემთხვევებით კიდე გადავტვირთოთ, რომელიც სახლში ადვილად იმართება, არ არის მართებული. და რა არის ის ნიშნები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს არის მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, განსაკუთრებულად რაღაცა სიზუსტე, საკვებზე ხანგრძლივი უარის თქმა, სითხის მიღების შეუცვლელობა, აი ეს ის ნიშნებია, რომლის დროსაც აუცილებლად მშობელმა უნდა იცოდეს, რომ უნდა მიმართოს სტაციონარს. სხვა შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ვაძლევთ სიცხის დამწევს, ადეკვატურად რეაგირებს მისი ორგანიზმი, ღებულობს გარკვეულ რაოდენობით საკვებს და სითხეს, ჩვენ შეგვიძლია ამის კონტროლი, თავისუფლად შეგვიძლია ასეთი შემთხვევა ბინაზე ვმართოთ. თავის დაცვის საშუალებად, რაც შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერ დაავადებისაგან, ინფექციური დაავადებისაგან, ეს არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. მოგეხსენებათ, რომ ასეთი პერიოდიცაც რეკომენდირებულია ნიღბითი, თუმცა ჩვენ ახლა პატარებს ვერ ვაიძულებთ, რომ ნიღბითი არონ, ამიტომ ხელის დაბანის რუტინა უნდა იყოს პატარებში აუცილებლად შემუშავებული, უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი გარე, ვთქვათ, კონტაქტის დროს უნდა დაიბანონ ხელები და ზოგადად ხელის ხშირი ბანა
ამცირებს გადამდები დაავადებათა რისკს. ამიტომ აი ესეთი რუტინა პატარებთან უნდა დავნერგოთ აუცილებლად. მოვარიდოთ ბავშვები ხალხმრავალ ადგილებს, მოვარიდოთ ჩვენ თვითონაც თუ გვაქვს გარკვეული სიმპტომები და ვიცით რომ ვართ დაავადებული, მოვერიდოთ ჩვენ თვითონაც ხალხმრავალ ადგილებს და კიდევ ერთხელ როგორც ექიმი მოგიწოდებთ რომ ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ეს არის დროული ვაქცინაცია და გიმეორებთ რომ ვაქცინაცია შესაძლებელია დავიწყოთ ბავშვებში 6 თვიდან. ვაქცინაცია არის ის, რაც გვიცავს ვირუსული დაავადებებისაგან და თუ მოხდა მაინც ჩვენი დასადებოვნება, ასეთ შემთხვევაში დაავადება გადაგვაქვს შედარებით მარტივად. თუ ბავშვი მუდმივად ავადმყოფობს, ლოგიკურია, რომ მშობელი ფიქრობს იმაზე, ბავშვი მუდმივი ინფექციის წყაროს მოაშოროს. ფაქტია, რომ ბავშვთა კოლექტივი ვირუსების ბუდია, სოციალიზაციის მეორე მხარე დაუსრულებელი ავადმყოფობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის წელიწადში 6-დან 12 ვირუსი ნორმად მიიჩნევა, მშობლებს ეს ვერ ამშვიდებს. აბა როგორია 3 დღე ბაღში სიარულის შემდეგ ბავშვი 3 კვირა სახლში უნდა იყოს. გასაგებია, რომ ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვისთვის იმუნური სისტემა, მაგრამ თუ ბავშვის ავადმყოფობა გართულდა ისე, რომ მას ანტიბიოტიკების მიღებაც კი უხდება, იქნებ უმჯობესია, რომ ბაღი დროებით საერთოდ დავივიწყოთ. სწორედ ეს კითხვა აწუხებთ ხოლმე მშობლებს ყველაზე ხშირად. როგორც ჩვენი სიუჟეტიდან გაიგეთ, ექიმების ძირითადი რეკომენდაციები მაინც ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა და ვაქცინაციაა.